გამარჯობა, თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი ვიწყებთ პოდკასტების სერიას. პოდკასტები გაუძღვებით თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, მე და ლევან თეოდორაძე, ორივე მართვის კურსდამთავრებული და სხვა ალუმნებთან ერთად ვისაუბრებთ ჩვენს გამოცდილებაზე და იმ თემებზე, რაც შეიძლება ახალგაზრდებისთვის იყოს საინტერესო. შეგახსენებთ, რომ ალუმნი ფონდი დავაარსეთ წელს, ჩვენ მიზანია, რომ ხელი შეუწყოთ განათლების დაფინანსებას და ამისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალურ დაუცველ სტუდენტებს უფინანსებს სწავლის გადასახადს და ასევე სტიპენდიას. ნებისმიერ შეუძლია გახდეს ჩვენი ფონდის შემომწირველი და შემოწირულობის შესახებ ინფორმაციას დაგიტოვებთ კომენტარებში ან ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა ლუკა. ჩვენს პოდკასტს იქნება, ასე ვთქვათ, რეგულარული სახე. ძალიან გვინდოდა, რომ ეს პოდკასტი რეალურ, ასე ვთქვათ, სივრცეში ჩაგვეწერა, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ეს ყველაფერი ვერ მოახერხეთ, მაგრამ ამ გამოწვევას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარე და ამის დასტური არის ჩვენი დღევანდელი გადაცემა, რომლის სტუმრებთან საუბარსაც ამ ფორმატის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით. დღეს გესაუბრებით სწავლას საზღვრებს გარეთ უცხოეთის უნივერსიტეტებში. ამ გამოცდილების მიღება უკავშირდება არსებით გამოწვევებს, მოითხოვს კარგ მომზადებას, უნარებს, რომელთა გამომუშავებაც სრულებით შესაძლებელი არის ჩვენი სტუმრები დამეთანხმებიან და აგრეთვე მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან ნებისყოფას. ამ საკითხზე საუბრისთვის მიმდინარე პერიოდი მგონი არის ძალიან სწორად შერჩეული დრო, რადგან სწორედ ახლა ავსებენ სტუდენტები ან არა სტუდენტები, ის ადამიანები, რომელსაც სწავლის გაგრძელება უნდათ აპლიკაციებს და ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საფეხურს გადიან. სწორედ ამიტომ ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მარიამ ღებრიშვილი და გიორგი შელია, რომლებიც თავიანთ გამოცდილებაზე მოგვიყვებიან სხვადასხვა პერსპექტივიდან. მარიამმა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლა 2018 წელს დაამთავრა და ახლა კალიფორნიის უნივერსიტეტში, სანტა-ბარბარაში, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. გიორგიმ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა დაამთავრა 2017 წელს და ახლა ბარსელონაში, ESADES ბიზნეს სკოლაში ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო მოდულს ეუფლება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გიორგი ასევე არის ჩვენი კურსდამთავრებულთა ფონდის თანადამფუძნებელი და ჩვენი მეგობარი, ისევე როგორც მარიამი. ორივე სტუმარს ძალიან დიდი მადლობა მათი დროისთვის ამ აკადემიურად ძალიან დატვირთულ პერიოდში. ვადევნებთ თვალყურს შორიდან თქვენს მიმდინარე ცხოვრებას და ვიცით, რომ ძალიან დაკავებულები ხართ, ამიტომ მადლობა. პირველ რიგში გითხარით, როგორ ხართ? ორივესგან გვაინტერესებს ბუნებრივია ეს და პირველ შეკითხვაზე პასუხიც ორივემ რომ გითხრათ, როდის უნდა დავიწყოთ ჩასაბარებლად მომზადება და რა არის პირველი ნაბიჯები მოსამზადებელ პროცესში? დაიწყებ თუ დავიწყო? დაიწყე მე. როგორ ვართ? ეხლა არის სემესტრის ბოლო, ჩემთან ტრიმესტრის ბოლო და კარგად ვარ თქო, რა გითხრათ, მოგატყუებს. ძალიან საშინელი ის არის. ეგეც კაი თვალისწინი, როდესაც უნივერსიტეტებში ჩაბარება უნდა უცხოეთში. გინდათ, დარწმუნებულია. შალო, შენ როგორ ხარ? შენთანაც არის ხო ეს გაჭირვება ახლა? კი, კაგარას. აი ზუსტად ის პერიოდი არის, როცა პიკშია ეს გაჭირვების ჟამიანობა და ეხლა აქ ეძახიან dead weeks და რატო ვერ გავიგე? იმიტომ რომ მკვდარი გგონიაო თავი. ეხლა შობისთვის მგონი ოდნავ შვება გიქნებათ. შობისთვის? წესით მე კი, იმიტომ რომ მე ტრიმესტრული სისტემა მაქვს და ეხლა ყველაფერი მორჩება, მაგრამ მე მგონი სემესტრული twins არის, იმათ იანვარში კიდე გამოცდები აქვთ, ხო? არ ვიცი ზუსტად. აი, ეხლა თქვენ კითხვას რაც შეეხება, საიდან ვიწყებთ? ძალიან კაი კითხვაა ეგ, იმიტომ რომ ზოგადად ბევრის გამსმენია და მეც მქონდა ეგ შეგრძნება თავის დროზე, რომ კი, აი წასვლა მინდა, მაგრამ საიდან დავიწყო, არ ვიცი, იმიტომ რომ ისეთი ზღვა მასალაა თვითონ ინტერნეტშიც და ყველგანაც რა, რომ ვერც კი ხვდები, შეიძლება საათები ისე შემოგერიოს რაღაცაებს თვალიერებაში, რომ ვერაფერი ხელჩასაჭირი და ვერაფერი საჭირო ვერ ნახო. გააჩნია სად გინდა წასვლა.
თუ გინდა ევროპაში წასვლა, შეგიძლია ამაზე ფიქრი დაიწყოს რაღაც შემოდგომაზე, ზამთარშიც კი ზოგიერთ შემთხვევაში. თუ ბრიტანეთში და ამერიკაში გინდა წასვლა, სასურველია რომ ამაზე დაიწყო ფიქრი გაზაფხულზე ან ზაფხულზე, რომ მომავალ, ანუ იმ წელიწად ნახევარში რა წახვიდე, ხო? მე ეგრე დავიწყე ფიქრი, მე მანამდე დავიწყე ფიქრი, მაგრამ თვითონ კერძოდ ამერიკაში წასასვლელად მომზადება დავიწყე მაისში. ოღონდ ნელ-ნელა. მე პირველ არჩევანს ვაკეთებთ, ჯერ ქვეყანას ვირჩევთ, მაგალითად თუ ჯერ ვირჩევთ უნივერსიტეტი, უნდა ავარჩიოთ თუ აი როგორ ხდება ეს თავიდან შერჩევის პროცესი. აი გიორგი, შენ როგორ იყავი? ჩემ შემთხვევაში, როდესაც MBA-ზე აპირებ წასვლას, ალბათ ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო რა. რა თქმა უნდა, პირველი ჩემ შემთხვევაში იყო ქვეყნის გათვალისწინება და პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინება. იმაზე ფიქრი გიწევს, რომ MBA-ის დამთავრების შემდეგ სად უფრო მოახერხებ ვიზის მიღებას და სამუშაო დარჩენას. ჩემ შემთხვევაში, რატომღაც მეგონა რომ ამერიკა ცოტა რთული იქნებოდა და ისედაც ევროპისკენ უფრო მომიწევდა გული. ანუ ეგ არის MBA-ზე ალბათ პირველი როდესაც უნდა დაიწყო ფიქრი, მაგრამ ძალიან კომპლექსური საკითხი არის და ბევრი სხვადასხვა მოკვლევის გაკეთება მოგიწევს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, კი ქვეყანა არის ალბათ ერთ-ერთი პირველი, რადგან უნდა იფიქრო. და მე ზოგადად ეს ცოტა არაპოპულარული მოჩნია. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არც ბრიტანეთში არ არის და არც ამერიკაში არ არის, მაინც მგონი გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცოტა ადრე მის შემთხვევაში მომზადების დაწყებას მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ჯიმატით წახვედი, ხო? ხო, აი დედლაინებზე და პერიოდებზე რომ ძალიან უცებ გითხრათ, MBA-ის შემთხვევაში ძირითადად ყველა წამყვანი უნივერსიტეტი იყენებს 4 ან 5 საფეხურიანი მიღების ეტაპები აქვს რა. პირველი ეტაპი ძირითადად არის ხოლმე სექტემბრიდან წლის ბოლომდე ან დეკემბრამდე. მეორე ეტაპი სადღაც იანვრიდან 1-2 თვის განმავლობაში. თუ ადამიანზე არის დამოკიდებული როგორი რანგის უნივერსიტეტში უნდა მოხვედრა, მაგრამ თუ ცოტა ტოპ უნივერსიტეტებს უმიზნებ, უკვე პერიოდი არის, რომ შესაძლოა უნდა ამთავრებდე აპლიკაციებს, ან ყველაზე მაქსიმუმ სადღაც იანვრის შუაში მაინც უნდა დამთავრებული კონდეს აპლიკაციის შევსება. ანუ ყველაფერი გამზადებული და უნივერსიტეტისთვის გადაგზავნილი. თუ შედარებით მაგალითად ტოპ 30-ის ან ტოპ 20-ის ქვემოთ უნივერსიტეტებს ეძებთ, მან უკვე მისაღები არის, რომ თუნდაც აი მაისამდეც კი გადადო აპლიკაციის შევსება გაგზავნა და მან უკვე დაშვებული პრაქტიკა და მიღებული პრაქტიკა არის დაგვიანებული აპლიკაციებით სტუდენტების აყვანა. და დაფინანსება გინდა თუ არა, მაგაზეც არის დამოკიდებული. არა მგონია ვინმეს არ უნდოდეს, მაგრამ ზოგადად თუ scholarship-ზე შეგაქვთ თვითონ უნივერსიტეტის მხრიდან რომ დაფინანსდა ევროპაშიც და ამერიკაშიც დედლაინები არის ხოლმე თებერვალში მაქსიმუმ. იშვიათი გამონაკლისების გარდა. ხო, თქვი მარიამ. რა შეეხება ამერიკას და როდის უნდა დაიწყო მომზადება და როდის უნდა გადაწყვიტა. ცოტა ეს unpopular opinions ვიტყვი, ეს მრჩეველები, advisor-ები არ აძლევენ ხოლმე. მე მაგალითად უნივერსიტეტის შერჩევას დავიწყებდი იმიდან, რომ სად მინდა ცხოვრება. იმიტომ რომ მით უმეტეს თუ PhD-ზე ფიქრობს ადამიანი და ჩემი არის მასტერი plus PhD, რაც გულისხმობს, რომ 5-დან 7 წლამდე უნდა ვიყო აქ. შეიძლება ძალიან კარგი უნივერსიტეტი იყოს, მაგრამ თუ შენ ის ადგილი არ მოგწონს, ის ქვეყანა არ მოგწონს, ცოტათი მაინც კულტურა არ გაინტერესებს, ძალიან რთულია და მე იწვევს ხოლმე ძალიან სერიოზულ mental health პრობლემებს, როგორ არის ქართულად? მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. და მე მაგალითად ხო, ხა ამერიკაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ხშირად არის ესეთი მიდგომა, რომ აი ამერიკაში მინდა სასწავლებლად წასვლა და ხო გააჩნია სად გინდა, აიოვაში გინდა თუ
კალიფორნიაში თუ ნიუ-იორკში, ანუ გააჩნია შეიძლება შენ თუ რაღაცა ძალიან სოციალური ადამიანი ხარ და რაღაცა ესეთი ცხოვრება გიყვარს, შეიძლება უცებ მოხვდე რაღაცა ძალიან პატარა ქალაქში, სადაც გართობის ერთადერთი საშუალებაა მოლში წასვლა, იმიტომ რომ ეგეთი ქალაქი ბევრია რა აქ. ხო და წინასწარ მგონია რომ ეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. მე როცა გაიგებ რომ რომელ ქვეყანაში და როგორ ადგილას გინდა სწავლა, მე უნდა დაიწყო უკვე უნივერსიტეტების შერჩევა. და რომელია შენს ფაკულტეტში საუკეთესო. ნუ ახლა ეს ლოგიკა გვერდით შეიძლება გადაიდოს თუ ჰარვარდმა და იელმა და მსგავსმა უნივერსიტეტ, Ivy League უნივერსიტეტებმა მიგიღოთ. ცხადია, უნდა წახვიდე. მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ამართლებს. და უნდა დაიწყო ძებნა, უნდა დასერჩო უკვე შენი პროგრამები, უნდა წახვიდე და შეეკითხო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მეკითხო რჩევა. ეგ არის ჩემი კიდე ერთი რჩევა, რომ ვინც სწავლობს უკვე საზღვარგარეთ, ვინც თქვათ იმ სფეროშია, რაც შენ გაინტერესებს, უნდა წახვიდე და რჩევები კითხო, იმიტომ რომ იციან რა, მე მაგალითად ბევრმა დამაკვალიანა ეგრე. და პირველი საიდანაც უნდა დაიწყო, არ ვიცი, გიორგი მეთანხმება თუ არა, ეს არის scholarship პროგრამები, ჩემი აზრით. უნდა შეიტანო Fulbright-ზე, უნდა შეიტანო Chevening-ზე და ეს ყველაფერი არის ლატარე, ანუ არ დაგწყდეთ გული თუ არ გამოგივათ, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ხვდება რა პრინციპით გამოდის და რა პრინციპით არ გამოდის და დიდი შანსია რომ არ გამოგივიდეთ. მაგრამ ეს იმდენად გაალაგებინებს შენს მიზნებს, ანუ ამ სამოტივაციოების წერა, Chevening-ისთვის 4 ესე უნდა დაწერო. Fulbright-ისთვისაც 2, უნივერსიტეტებსაც არჩევ, უკვე რაღაც აი თითქოს აი ამ scholarship-ების ჩარჩოებში უკვე ერკვევი ბევრ რამეში და მე მაგ გარკვევით უკვე ძალიან იოლად მიდიხარ შენით და უფრო გიადვილდება ნავიგაცია. ამიტომ აუცილებლად დავიწყებდი მე ამ scholarship პროგრამებით, რომელიც ზაფხულშია შესაძლებელი. Fulbright და შემოდგომაზე Chevening. მარიამ, შენ ახსენე აპლიკაცია და აპლიკაციის მომზადება და აპლიკაციას რო დაუბრუნდეთ, აპლიკაცია შედგება სხვადასხვა კრიტერიუმები აქვს. GPA შეიძლება იყოს სამსახურის გამოცდილება, გამოცდის ქულა, IELTS, GMAT, GRE, სარეკომენდაციო წერილი, personal statement-ი. აი ხშირად არის რომ გაგვიგია რომ აი რაღაც დაბალი GPA მაქვს, შეიძლება არ მივიღონ, ან გამოცდაში დაბალი ქულა რომას ჭება ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რომელს ნაკლები მანდ რა უნდა გაითვალისწინონ, ვინც აპირებს ჭაბარებს. და უნდა შეეშინდეთ თუ არა, აი რაღაცა მაგალითად 3 მაქვს GPA და ვერ მოხვდები ვერსად თუ სწორია თუ არა მაგალითად. არა, მე მქონდა 3 და 1. ტიპის თანახმად 3 და 1 რო გაქვს GPA. ნორმალური GPA-ია, რა დაბალი GPA არ არის, მაგრამ ნუ რაღაც მე ყველა მეუბნებოდა რომ აი თავსაც ნუ გაიგიჟებ და რაღაც ჰარვარდში ნუ გაგზავნე და ყველას დაუჯერე და ეხა ძალიან ნანო, იმიტომ რომ ერთი სადაც გავგზავნე ის იყო კოლუმბიის უნივერსიტეტი, რომელიც იყო ჩემი თვით და აი გადავდი ხოლმე რომ პრესტიჟისთვის გავგზავნე თქო რა, აი გავისროლი $140, რომელიც ეგ აპლიკაცია ღირს თქო და მიმიღეს და ანუ იმ ხელა შოკი იყო ეს რომ კოლუმბიის უნივერსიტეტმა მე მიხარ რომ უცებ ანუ მთელი ჩემი ეს აპლიკაციების პროცესი გადავაფასე რა და მეთქი ვაიმე რატო არ გავგზავნე სხვებში მაგრამ ნუ უკვე გვიანი იყო ხო და არ არის GPA მთავარი არც ერთი კონკრეტული ნაწილი არ არის მთავარი ანუ უყურებენ ხოლმე საერთო სურათს GPA თუ მთავარი არ გქონდეს 3-ზე დაბალი, თუ 3-ზე დაბალი გაქვს, მე უკვე ბევრ განიცხრილები, იმიტომ რომ ზღვარია ხოლმე, სულ გეუბნებიან, რომ აი 3-ზე მაღალი უნდა კრიტერიუმია რა, ერთგვარი. მაგრამ ნუ რაღაც უნივერსიტეტებში არც ეგ არ აქვთ და შეგიძლია მე ისინი დასერჩეხონ, თქვა იმედს ნუ გადაიწუროთ თუ 3-ზე დაბალი გაქვთ. მაგრამ ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოს არის თუ GPA არ გიბრწყინავს, მაშინ რაღაცით უნდა დააბალანსო რა, ანუ სულ უნდა იფიქრო იმაზე, რომ როგორ ვაბალანსო ეს ჩემი აპლიკაცია. თუ GPA გაქვს დაბალი, ვაიმე იქნებ თქვათ, თუ ამერიკაში მიდიხარ GR-ის ქულებით ამოვქაჩო. თუ GR-ში ვერ მიიღე კარგი ქულა, მაშინ GPA მაინც უნდა ყავდეს ალბათ კარგი. სამოტივაციო წერილი უნდა დაწერო, ისეთი რომ ვაგახეთქოს. CV უნდა გააკეთო ისეთი, რომ ქვაგახეთქოს და CV-ს
ბევრი არ აქცევს ყურადღებას და არა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად გქონდეს CV დაწერილი და სწორად შერჩეული შენი სფეროსთვის. რეკომენდაციებში აუცილებლად უნდა ახსენებინო რეკომენდატორს ის სუსტი მხარე რაც გაქვს და ჩანს ეგ სუსტი მხარე. ანუ თუ GPA დაბალი გაქვს, თხოვეთ თქვენს რეკომენდატორს რომ დაწეროს რომ აი კი აქ ამას GPA დაბალი, მაგრამ ჭკვიანია დედას გეგვიცემით რაღაცა ეგეთი მომენტი უნდა იყოს აუცილებლად. კიდე რა არის? ხო, ნუ გამოცდებია რა. აი ამერიკაში ხა ყველაზე ის რაც არის პოლიტიკურ მეცნიერებების სფეროში და ყველა სფეროშია გარდა იმისა MBA-ს. MBA არის GMAT-ი, ხო? GR-ს აპარებ, აი გუგა ბურდული მაგალითად ხა არის data science-ზე მიდიოდა და იმასაც GR-ი ჩააბარებინეს. GR-ისთვის მომზადება, თუ GR-ისთვის გინდა რომ კარგი ქულა, თუ კარგი ქულას უმისნებ, GR-ისთვის მომზადება უნდა დაიწყო 3-4 თვით ადრე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიტყვაა სასწავლე, მათემატიკა თუ იცი, გადააგორებ, იმიტომ რომ ქართული უნარების მათემატიკის დონეზეა. მაგრამ აი ეს სიტყვების სწავლა არის ძალიან გრძელი პროცესი, რომელსაც უნდა გამოვყო 1-3-4 თვე გადაირევი. ხო, მაგრამ აი 3-4 თვეც ალბათ მაინც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად ფლობ ინგლისურ ენას, ხო? ანუ გასაგები არის, რომ ხო, ანუ ეგ პერსპექტივა მაინტერესებს ახლა მე პირადად, რომ უფრო მეტად ტექნიკური ტესტი არის, რომ იცოდე რას წერს და როგორ წერ, თუ რაღაც ენის ცოდნა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ეგეთი დამოკიდებულება, რომ უშუალოდ იმდენად ენის ცოდნას არ ამოწმებს, რამდენადაც ამოწმებს რაღაც კონკრეტულ რაღაც, მაგალითად სტრესს. არა, GR არ ამოწმებს ენის ცოდნას, ენის ცოდნას ამოწმებს TOEFL-ი. GR რაც არის, ეს არის სამაგისტრო უნარები, ანუ აქ რასაც აბარებ მაგისტრატურაზე რომ ჩააბარო უნარებს ხო აბარებს და ეგეთია ზუსტად, ანუ GR-ს აბარებს ყველა ამერიკელიც, ქართველიც, ბრიტანელიც, ანუ ვისაც უნდა რომ graduate degree-ზე ისწავლოს, ყველამ უნდა ჩააბაროს GR-ი. მაგაშიც არის რა პრობლემა, რომ კონკურენტები შენი არიან native speaker-ები და რეალურად ეგეთ დიდ შეღავათსაც არ გაძლევენ. ხო და ენა არის ბაზისი, რაც უნდა იცოდე და მერე უნდა დააშენო კიდე ის სკილები, რომ GR-ი ჩააბარო. ეხლა ჩემ შემთხვევაში რა მოხდა? GR-ი არ არის რთული ტესტი რაღაც დონემდე რომ მიხვალ. GR-ი არის უნარების ტესტი. უნარების ტესტი თუ არ გიჭირს, ან თუ გაქვს ეგ სკილები და ეგ რაღაც უნარები, რაც მის შესაძლებლად გჭირდება, არ არის რთული. მაგრამ პირველად რომ გავხსენდა, ნუ ინგლისური ხომ სულ კარგად ვიცოდი რა, რაღაცა C1 დონე მქონდა, როცა დავიწყე ამისთვის მომზადება და ნუ აი მაგრად ვამაყობდი, რომ ინგლისური და რა უნდა და რაღაც აი fluent ვარ და აი როგორც ქართული ვიცი, ისე ვიცი და აი სასწაულებს ვამბობდი ხოლმე და უცებ ეს GR-ის ტესტი გავხსენე და დავჯექი და ერთი კითხვიდან, ანუ 2 სიტყვა გავიგე მარტო რა, ანუ მთელ კითხვაში გავიგე 2 სიტყვა. და ესე რომ შემოვიტყვი თავში ხელებ ვაიმე მეთქი. მაგრამ ეგ არის სრულიად ნორმალური რაღაცა. native speaker-ებიც კი, როცა GR-ის გამოცდეს ხსნიან, იგივე რეაქცია აქვს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ძალიან აკადემიური, ძალიან eloquent რაღაცა სიტყვა. რომელიც უნდა დაჯდე და ისწავლო. სხვა გზა არ არის. თუ არ ისწავლე, უბრალოდ ტესტის შინაარსს ვერ გაიგებ. მაგრამ არის აპლიკაციები ბევრი, სადაც ანუ ზუსტად ეს სიტყვებია ჩამოწერილი ბოდიში. ზუსტად ეს სიტყვებია. მაგალითად მაგუში, რომელიც მაგუში კი. ჩაბარებული გაქვს GR-ი? მე ხა ვიმზადები. მართლა? კი. ეთქვი tips. ხოდა ანუ აი ამ მაგუში რა სიტყვებით არის მოცემული, შენ თუ დაჯდები და ყველას ისწავლი და მე ეგრე გავაკეთე. მე უკვე რო გახსნი იმ ტესტს, ხო? უკვე მარტივია, ანუ უკვე ხდება ჩვეულებრივი უნარების ტესტი. მაგრამ ამისთვის უნდა ისწავლო 1500, 1600 სიტყვა. 800 რო ისწავლო,
უკვე მაინც რაღაც შედეგს დადებენ, უკვე მაინც გაიგებ ტესტს, მაგრამ ძალიან მაღალ შედეგს ვერ ხედავ. 1600-ი თუ ისწავლე, you're good to go. მარიამ ილაპარაკა პოლიტიკურ მეცნიერებებზე და უფრო სოციალურ მეცნიერებებზე ვინც აპირებს ჩაბარებას და გიორგი ბიზნესზე სწავლობს. რა სპეციფიკა აქვს ამას, სხვა გამოცდა უწევს, რამდენი ხანი მოემზადე გამოცდებისთვის და რა არის აქ განსხვავებული? მადლობა ლუკა. თავარი სხვაობა ალბათ რომელიც MBA-ს ახასიათებს ნებისმიერი სხვა სამაგისტრო თუ ნებისმიერი სახის აკადემიური განათლებისგან არის ის, რომ MBA-ზე ალბათ არავინ არ აბარებს განათლების მისაღებად. აი ეგ არის მთავარი განსხვავება. MBA-ზე როცა მოდიხარ რაღაც ტიპის ტრანსფორმაციის. ან უფრო მარტივად რო ვთქვა, უფრო მაღალი ანაზღაურების მისაღებად, ვიდრე მანამდე ქონდა, ან უფრო უკეთესი გამოცდილების მისაღებად, უფრო კარგ კომპანიაში, ვიდრე მანამდე ქონდა და ეს არის ალბათ ყველაზე მართალი მიზეზი, რომელიც აი ესე არავის არ უთხრათ ჩვენში რო გითხრათ მარტო. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რაღაც განსხვავდება MBA-ის შემთხვევაში. პირველი განსხვავება არის ალბათ ის, რომ გამოცდის ჩაბარება, მთავარი გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბარო, ეგ გამოცდა არის განსხვავებული. ან MBA არის ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა, სადაც აბარებ GMAT-ით. GMAT-ი არის ალბათ ბევრი ბოროტი ადამიანისგან შექმნილი გამოცდა. ძალიან მარტივად რო დავარქვათ უნარების გამ, როგორც ქართული უნარები არის GMAT-ისგან ნასესხები რაღაც ამოცანები, ანუ ტიპობრივად ზუსტად იგივე არის და მოსამზადებელ მასალაშიც არის მითითებული. უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ GMAT-ზე აქვს ძალიან ბევრი თქვენ ადამიანს ნამუშევარი და ზუსტად იციან ყველა სტუდენტების უმრავლესობას სად შეეშლება, სად დაუშვებს ელემენტარულ გამოცდას და აი სწორედ იქ იგებენ მახის. აი ეს არის მთავარი სხვაობა, თორე ისე გამოცდა რო აიღო ცალკე და დაუთმო მაგალითად თუნდაც 10 წუთით მეტი ვიდრე გამოცდაზე გაქვს მოცემული, მაღალი ქულის აღება ბევრად უფრო მარტივი არის. როდესაც გამოცდას წერ ძალიან შეზღუდული ხარ დროში. თითოეული ამოცანის ამას ახსნელად რაღაც წუთ ნახევარი გეძლევა და ბოლოს უკვე ხვდები, რომ შეიძლება რაღაც ძალიან ელემენტარული გამოცდის შეცდომები დაუშვა, რომელსაც ისე არასდროს არ დაუშვებ. ეს არის პირველი სხვაობა. დანარჩენი უკვე რაც შეეხება აპლიკაციის პროცესს. აქაც ცოტა სხვადასხვა რაღაცების აქცევენ მნიშვნელობას. მაგალითად, თუ აი მარიამ ახსენა, რომ GPA არის მნიშვნელოვანი. ჩვენ შემთხვევაში GPA-ს ის იმართლე რომ ითქვათ, დიდ მნიშვნელობას არ აქცევენ. არის ყველგან მითითებული, რომ GPA უნდა კონდეს მაღალი და არის 4 მთავარ კრიტერიუმ შორის ერთ-ერთი GPA, როგორც აი ვთქვათ, GPA, GMAT, სამუშაო გამოცდილება და სარეკომენდაციო წერილები. აი ეს 4 მთავარი კრიტერიუმი არის, მაგრამ ერთ-ერთი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან გასაუბრების დროს, აი მაგანაც ისე ჩვენ შორის და სხვა რო არ გაიგოს, ესე მითხრა, რომ თუ არ ხარ სოფლიო წამყვანი 200 უნივერსიტეტიდან ან 400 უნივერსიტეტიდან, მაშინ შენ GPA-ს ყურადღებას არ ვაქცევთ. იმიტომ რომ არენდობიან სხვა ქვეყნებში უნივერსიტეტების შეფასების სისტემას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი გამოჩნდება გასაუბრებაზე. აი GPA შეიძლება ყურადღება მიექცეს თუ ორი ადამიანი აბსოლუტურად იდენტური პროფილებით არიან, აბსოლუტურად იდენტური ყველა სხვა გარემოთი, მაშინ შეიძლება გადაწყვეტოს GPA. ისე დიდად არა. გარდა მაგისა ძალიან ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის სამუშაო გამოცდილება. MBA-ის შემთხვევაში, იმიტომ რომ თვითონ MBA-ის უნივერსიტეტები, რომელიც ბიზნეს ადმინისტრირებაში სამაგისტრო განათლებას გვერდებიან, თვითონ ეს უნივერსიტეტები არიან, თვითონ არიან ბიზნესები, ძალიან შემოსავლიანი, საკმაოდ დიდი მოგებებით და თვითონ ამათთვის სტუდენტი, რომელიც მოდის და რომელიც ამ უნივერსიტეტიდან გავა, უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ შემდეგი სტუდენტი მოვიდეს ისევ აქ და ეს წრე გაგრძელდეს და სტუდენტის ხარისხი, რომელიც აქედან გავა, უნდა იყოს მოსაწონი სამუშაო ბაზრისთვის, ან კომპანიისთვის, რომელიც დაიქირავებს. რათა ის კომპანია ისევ თავიდან მოვიდეს ამ უნივერსიტეტში და კიდე ახალი ხალხი წაიყვანოს. რომ მე კიდე ახალი სტუდენტები მოვიდეს. აი ესეთი წრეა რა. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ძალიან მარტივი გამოცდილება, ძალიან მარტივი გამოსავალი არის, რომ უკვე კარგი კადრი აიყვანონ.
კიდე რაღაცები წაახმარონ, თავისი კარიერის სერვისები წაახმარონ, უფრო გადაამზადონ, გაუშვან გამზადებული. აი პროცესი არის. ანუ სამუშაო გამოცდილებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, აი ჩემს შემთხვევაში მე ყველაზე პატარა ვარ აქ სადაც ვარ. ანუ ჩემზე 2 წლით უფროსებიდან იწყება, მაგრამ მე მაგალითად იმით გავაკომპენსირე ცოტა სამუშაო წლები, რომ საშუალოზე საკმაოდ უფრო მაღალი ის მქონდა, ჯიმატის ქულა მქონდა და მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ საშუალოზე ცოტა მაღალი არა, ძალიან მაღალი ქულა მქონდა ჯიმატში. რა უშავდა რა. ხო და მაგით დამაკომპენსირე რა, ანუ მაგ უნივერსიტეტს მე დავჭირდი და შესაბამისად მაგის გამო მიმიღეს. ანუ აი ეს არა ძალიან განსხვავებული სპეციფიკა არის, რომელიც სხვა აკადემიური დაწესებულებებისგან განასხვავებს MBA-ს და უნდა იცოდე, რომ როდესაც MBA-ზე მიდიხარ, განათლებას მივიღებ და სამშობლოში დაბრუნდები, შეიძლება არ იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არა მხოლოდ 2 და 3 წლით, არამედ შეიძლება ცხოვრებისთვის იღებ გადაწყვეტილებას იმ ხელა ვალს იყიდებ. სიმართლე რო ითქვას რა, ანუ ხო. პატაშორის მაგდენად არ განსხვავდება, ეხლა რასაც ამბობ, თქვათ სოციალური მეცნიერებებისგან, იმიტომ რომ აქაც მიღების პროცესში იღებენ იმ კრიტერიუმით, რომ რამდენად სჭირდები, ანუ ეგ მე მგონი ყველგან ეგრეა რა. მაგიტო თვითონ სულ ამბობ ხოლმე, რომ აპლიკაციას როცა აკეთებ შენი თავი, უნდა გაყიდო, ანუ მართლა აპლიკაციას რო აკეთებდი, რო უწერდი ხოლმე იმებს, რა ქვია, სამოტივაციო წერილებს, YouTube-ზე ვუყურებდი ვიდეოებს, რაღაც როგორ გავყიდოთ, ან როგორ ვიყოთ კარგი გაყიდვების სპეციალისტი და რაღაც ჯორდან ბელფორტის და Wolf of Wall Street-ის რაღაც მეთოდებს ვიყენებდი ხოლმე, რომ ჩემი თავი შემეფუთა და ესე იმიტომ რაღაც კალამი ვიყავი და მეყიდე. ოღონდ ანუ რაცა სოციალურ მეცნიერებებზე მიდიხარ, აი ამ კაპიტალისტებისგან განსხვავებით, სხვა რაღაცეები სჭირდებათ რა. როგორიც არის, რამდენად გამოადგები მათ აკადემიაში. ანუ სამუშაო გამოცდილებაც კი, ეხლა მე რომ მუშაობდი მაგალითად რაღაც საჯარო სექტორში, იმის გარდა რომ ვთქვათ, რაღაცა სკილები და ინფორმაცია მივიღე, რომელსაც გამოვიყენებ ჩემი კვლევისთვის, ასევე მყავს ვიღაცა ნაცნობები ამ საჯარო სექტორში, რომლებსაც შემიძლია მე ინტერვიუ ჩამოვარდო ჩემი კვლევისთვის, რომ ყველაფერი უნდა დაუკავშირო შენ კვლევას და მე ამ კვლევას, ან როგორი ის ექნება რა, stature, ანუ სად გამოგიქვეყნებენ, იმიტომ რომ ამათ ეგ გაინტერესებთ. ამათ უნდათ რომ ვთქვათ, თავის შენი უნივერსიტეტის სახელით რაღაცა კარგ იმაში გამოაქვეყნო შენი კვლევა. ან მე დაბრუნდე და სადმე საჯარო სექტორში იმუშაო, ეგეც კარგი ის არის რეპუტაცია. ანუ ყველა ვარიანტში თავარი შეცდომა რაც არის ხოლმე ამ აპლიკაციების, რასაც ვუყურებ, ეს არის რომ მოტივაციო წერილს წერენ ხოლმე სტუდენტები, როგორიცი, აი ეს ვარ, თავის ბიოგრაფიას მოყვებიან, ანუ CV-ს გაიმეორებენ აქ და მაგრად მინდა რომ თქვენთან ვისწავლო. არ არის ეგ საკმარისი, ხო? ანუ იმ დღეს სულ უნდა წარმოიდგინო, რომ იმ დღეს ვიღაც ტიპი კითხულობს 40 აპლიკაციას და ის სულ არ აინტერესებს შენი ბიოგრაფია, რა CV-ში უკვე ჩაგხედა. რაზეც უნდა იყოს სამოტივაციო წერილი, ეს არის შენი ისტორია, რატომ ხარ განსაკუთრებული, რა სკილები შეიძინი ამ შენი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე და ეხლა მაგ სკილებს როგორ მოახმარ, აი როგორ გინდა გიჟივით, რომ მაგათ უნივერსიტეტს გამოადგე, ანუ აი და მაგათ ლექტორებს დაეხმარო რამეში და მათთან ერთად გააკეთო კვლევები და აი უნდა მიყიდო რა შენ თავი, იმიტომ რომ რეალურად ეხლა აი ჩემი უნივერსიტეტი მაგას რა დაახლოებით უჯდები $50,000 წელიწადში, ხო? რაღაცაში ხო, რაღაცა ჩემგანაც ხო უნდა მიიღონ. თუმცა ახლა თუ scholarship-ი არ გინდა, მე ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. მე შენ იქით უხდი ფულს და აი ყველაფერი საჭირო არ არის, მაგრამ თუ scholarship-ი გინდა რომ მიიღო, ყველა ვარიანტში შენ თავი უნდა გაყიდო. უბრალოდ გააჩნია სექტორს, ხო? ეხლა MBA-ზე ვთქვათ, გიორგის თან სხვა რაღაცაები უნდა, ჩემთან სხვა რაღაცაები უნდა, STEM პროგრამებში სხვა რაღაცაები უნდა, ანუ ეს უნდა გაერკვიო რა უნდათ და მე მაგის მიხედვით მოარგო. რაც არის მოსარგებელი. და ამ გამოცდებზე რომ ვაპარაკობთ ამდენს, არ შევაშინოთ ხალხი თუ ამერიკაში არ გინდათ წასვლა და თუ MBA-ზე არ გინდათ წასვლა, მხოლოდ TOEFL-ის და IELTS-ის ჩაბარება გეყოფათ
ბრიტანეთის უნივერსიტეტებისთვისაც, ერასმუსის პროგრამებისთვისაც და ევროპაში ყველგან თითქმის. კი ბატონო, ისე არის ნამდვილად. რაც ანუ ასევე ისე ვთქვათ, მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას, მაგრამ შეწარებით ნაკლები ძალისხმევა არის საჭირო ამ გამოცდების მოსამზადებლად სავარაუდოდ. აი მარიამ, შენ საუბრობდი საკუთარი თავის გაყიდვაზე და იმაზე, რომ ძალიან საჭირო არის, რომ უნივერსიტეტსაც გამოადგე. შენი გამოცდილებიდან უკვე დამგონი სხვანაირი პერსპექტივა იქნება გიორგის და მნიშვნელოვანი არის შემდეგ გიორგის მოსაზრების მოსმენაც. რამდენად ეს თქვათ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ლექტორებთან და აკადემიურ პერსონალთან დაამყარო პირდაპირ კომუნიკაცია მანამ სანამ ჩააბარებ. ეს რომ მაგალითად ავიღოთ და გარდა ამისა რო გითხრა რა ესე ვთქვათ რჩევები და ესე ხრიკები გიქნება მომავალი მაგისტრანტებისთვის ან დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. მე მგონია რომ დაიხლა რაც აქ ვარ უფრო და უფრო ხვდები რომ მიმიღეს და დამაფინანსეს ძალიან დიდი დამსახურება იმისა, რომ სწორად შევარჩიე ლექტორი და სწორად მივწერე იმ ლექტორს, რომელსაც აი ამ მეილში რაღაცა მოვეწონე და მე ჩემთვის იბრძოლა. აი ეგეთი ის უჩანს, რა ქვია. პირი, ოღონდ ზუსტად არ ვიცი ხა მაგას არავინ არ ამიტყვის, მაგრამ რაღაცა ეგეთი შეგრძნება გამოჩნდა. გააჩნია, არ გააჩნია. უბრალოდ უფრო მიიღებულია, რომ დოქტორანტურაზე უნდა მიწერო ხოლმე ამ ლექტორებს, მაგრამ არ არის ეგრე. მე მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არის მიზანშეწონილი, რომ რა უნივერსიტეტში წავარებ ლექტორებს მიწერა, ოღონდ ანუ გააჩნია ტექსტს რა. ყველას უნდა შეურჩია თავისთვის მორგებული ტექსტი და მე იმ პოსტშიც მეწერა და ბევრმა ხალხმა იცინო მაგასაც და დღემდე დამცინიან ხოლმე, რომ გავაკეთე პროფილები. ის რა ქვია, დავსთხო, აი მართლა ძალიან quick-ის talker-ივით ლექტორები, რომლებიც რაღაც ვიფიქრე, რომ ჩემ თემებთან კონდეთ რაღაც შეხება, დავსთხო. ოღონდ ანუ რადონემდე იცი, რაღაც Twitter-ზე რეებს ალაიქებდნენ და რაღაცა მაგათი შვილები როდის გაშორდნენ ძოლებს და არა ეგ მაგას ხუმრობ. წავიკითხე მათი წიგნები და ნუ აი რო წერენ ხა იქ ხო სულ გრძნობ რაღაც როგორი იუმორის გრძნობა აქვთ ვის მიმართ აქვთ რაღაც სიმპათიები რა სიტყვებს გამოყენებენ მოწონთ ეგეთ რაღაც ფსიქოლოგიურ ქვეცნობიერ ხრიკებს ვიყენებდი ძალიან ბევრს რომ აი რა სიტყვებიც მოწონდათ იმას ვიყენებდი ხოლმე ჩემს სამოტივაციო წერილებში სამოტივაციო წერილებს და სივს ვაკეთებდი უნივერსიტეტის სფერებში ყველა უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა ფერი გავაკეთე, იმიტომ რომ ქვეცნობიერად მეკონა რომ ისინი რაღაცას უწაიკითხავდნენ და ესე თანაბრად თუ იქნებოდი ვინმესთან რაღაც ქვეცნობიერ დონეზე გადაწყვეტდნენ რომ მე უფრო შესაფერისი ვიყავი მაგ უნივერსიტეტისთვის ისე რომ ვერც გაიასწრებდნენ და აი რაღაც ეგეთ რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე და ოღონდ თან ანუ ამით ძალიან ვერთობოდი. ამას გარდა ნუ ახლა შინაარსი რა ამ მეილს რომ მიწერ. უნდა იყოს ძალიან პერსონალური ესე მგონია. აი ეს მონოტონური მეილი არ უნდა იყოს რაღაცა. მე ვწერდი ხოლმე ჩემ ისტორიას რა, ანუ აი მართლა რა სტორიც მქონდა, რაც მომწონდა, რაც არ მომწონდა და თან მათ წიგნზეც ანუ ყველაფერი რადგან წავიკითხე 1-2 სიტყვას ვეუბნება და ყველას უყვარს როცა აქებენ და როცა მათ ნაშრომებს კითხულობ, იმიტომ რომ აკადემიკოსების მთავარი პრობლემა ის არის რომ რაღაცა ძალიან კარგს წერენ და მე 3 ადამიანი კითხულობს. და წერდი ხოლმე რომ აი გააჩნია პერსონას, მაგრამ ძირითადად წერდი ხოლმე რომ აი თქვენ უნივერსიტეტში რამდენად მირჩევდით ჩაბარებას და რომ ჩამეპარებინე, რამდენად ისურვებდით ჩემთან მუშაობას. ზოგჯერ თუ აი ძალიან სუპერსტარები იყვნენ ხოლმე, მაგდენს ვერ ვიბედავდი და ნანობ ახლა. და წერდი ხოლმე უბრალოდ რომ აი რა მირჩევას ხოლმე მომცემდით ეს research საიდან წავიყვანდა. ყველამ მიპასუხა, ოღონდ აი რაღაც კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგალითად ერთ-ერთმა პროფესორმა, რომელიც აი რაღაცა ძალიან უზარმაზარი აკადემიური ცხოვრება და აი მართლაც თარი რო იყო,
მაგან მიყასყარა ეხამეო პენსიაზე გავდივარ, მაგრამ აი ამოდიო ჩემ ძმაკაცთან დაგაკავშირებო. და გამიშვა ვიღაცა სხვას და აი რაღაცა ძალიან ისინი არიან რა, more than willing რომ დაგეხმარო ყველაფერში. და ამიტომ აი არასდროს არ გაუკეთოთ ხოლმე, აი ძალიან ბევრი ინგლისურ სიტყვას ვიყენებ მაბადიეთ. არასდროს არ გაუკეთოთ underestimation, აი ამ ერთ email-ს და აი ამ ერთ დაკონტაქტებას. მე ყველას ვურჩევდი, რომ გააკეთოთ research, ვის შეიძლება დააინტერესოს თქვენ რის გაკეთებაც გინდათ და მიწერთ ეგ-ერთი მიგი. არ ვიცი გიორგის შემთხვევაში როგორ არის. იმიტომ რომ ხო ძალიან საინტერესო იყო შენ რო ყვებოდი და ძალიან მაგარი არის ეგ გამოცდილება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ანუ ძალიან მაგარი არის გამოცდილება, როდესაც პროფესორთან და ძალიან მცოდნე ადამიანთან გიწევს რაღაც აკადემიურ საკითხზე მუშაობა, მაგრამ ჩემ MBA შემთხვევაში ალბათ საუკეთესო გადაწყვეტილება არ იქნება მიწერა ასე პირდაპირ ლექტორისთვის, იმიტომ რომ ლექტორი არ წყვეტს მიღების პროცესში არაფერს. ეგ არის მთავარი სხვაობა რა. ანუ MBA-ის შემთხვევაში კონკრეტულად, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი ჯგუფი, ალბათ ყველა MBA არ არის research-ი და ერთ-ერთი ლექტორზე უფრო მეტად ადამიანი მეგობარი აქ იქნება კარიერის გუნდები რა. ხო, რა, ძალიან დიდი გუნდები არის, 50-100 ადამიანიანი ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ შენს დახმარებაზე შემდეგი კარიერული წინსვლისთვის და მიღებაზეც ასევე ამდენივე ადამიანიანი ჯგუფები არის, რომლებიც განიხილავენ. არა მხოლოდ ეს, არამედ უბრალოდ რაშიც გეთანხმები არის, რაც მსგავსი არის ამ ორი სამაგისტრო პროგრამისთვის არის ის, რომ ძალიან კარგად უნდა იცნოდე შენს უნივერსიტეტს და ძალიან კარგად უნდა იცოდე შენი უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები. რაზე ახდენს კონცენტრაციას უშუალოდ უნივერსიტეტი. ამერიკაშიც ტოპ უნივერსიტეტებს შორის კი Ivy League-ში კოლუმბია, უორტონი, სტენფორდი, ჰარვარდი სულ სხვადასხვანაირი სამოტივაციო წერილები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავდება რაღაც კონკრეტულ მომენტებში მათი ძირითადი მიმართულებები უნივერსიტეტებს შორის. ასევე ევროპის უნივერსიტეტებშიც. ზოგადად ამერიკასა და ევროპას შორისაც არის სამოტივაციოს დაწერაში. ამერიკას უფრო მეტი დრამა უყვარს, უფრო მეტი რაღაცა შენ გაჭირვებაზე რომ უყვები და რამ შექმნა ადამიანად და როგორ ჩამოყალიბდი ვინცხა და ეგ ევროპაში ეგრო დაუწერო რაც ბრიტანელები. ოკეი. ხო, აი და კიდე ერთი რაც MBA შემთხვევაში რაც ცოტა ისეთი არის, რაც გასამახვილებელი არის ყურადღების არის ის, რომ პირველივე ჯერზე სანამ ადამიანის თვალი იხილავს, ესე ვთქვათ, თქვენ CV-ს და სამოტივაციო წერილს მანამდე კომპიუტერის ხელოვნური ინტელექტის თვალი ხედავს პირველი და მაგ შემთხვევაში ძალიან მარტივი რჩევები არის, რა ტერმინოლოგია უნდა გამოიყენო, რაზე უნდა ილაპარაკო, რომელ პარაგრაფში რა უნდა მოყვე. აი მაგით იმიტომ ძალიან ბევრი რეზუმე შეძით ყოველდღიურად ამ ადამიანებს და არა აქვს ფიზიკურად იმის რომ ყველაფერი წაიკითხონ და ყველაფერზე ყურადღება დაუთმო. ეს საინტერესოა. ხო და კარიერის თვის როდესაც ეძებ უკვე სამსახურისთვის რო აკეთებ კვლევას, მანდაც ეგრე არის რომ ადამიანი ალბათ შეიძლება ისე მიიღო უარი რომ ადამიანის თვალმა არ ნახოს შენი რეზუმე. და აი მაგ შემთხვევაში არის კი გამზადებული რჩევები, რომელსაც შეგიძლია მიყვე და იქამდე მაინც მხოლოდ ადამიანი წაიკითხავს. უბრალოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა წერტილზე და ყველა მძიმეზე გასაუბრებაზე მოგიწევს ახსნა და უნდა იყოს დამაჯერებელი. და მან ხდება კიდე ერთი დაბრკოლება, რომ აი წამყვან უნივერსიტეტებში ძალიან გაგიჭირდება იმის დამტკიცება, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. და მაქსიმალურად უნდა იცოდო, რომ აი შენი კარგი მხარე და უნიკალური თვისება, რომელიც ამ უნივერსიტეტს შეესაბამება, უნდა იყოს მართალი და ოღონდ უნდა გაალამაზო რაღაც მომენტში. მაგრამ უნდა იყოს აუცილებლად არ უნდა დაკარგოს ზღვარი ტყუილსა და მართალს შორის. თორე მიხვდებიან, იმიტომ რომ ძალიან მაგარი პროფესიონალები არიან, ვინც აფასებენ. კი, არ უნდა მოიგონო არაფერი, მაგრამ ძალიან უნდა გააზვიადო. აი, ძალიან. მაგრამ არ უნდა მოიგონო. რაღაცა ბაზისი უნდა იყოს. იცი რა, საქართველოს გაძლევს მაგის საშუალებას, რომ რაღაცა გააზვიადო. განსაკუთრებით. მაგრამ მოტყუება არის ძალიან დიდი შეცდომა.
არაფერი მე მაგალითად რამდენჯერ მითხეცი ერთი რამაც ჩაწერება არა ანუ ეგ მაგაში თუ დაგიჭირეს გაგაშავებენ კი ავტომატურად ო განაჩენი არის ეგ მგონი თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მაგის შემოწმების და აი მე ხა რაზეც საუბრობდით ესე ჩვენი დიალოგები რა თქმა უნდა ალბათ ვიღაცებს გამოადგებათ მაგრამ ერთი ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი, სერვისი არსებობს ხოლმე, რომლის შესახებაც არიციან ადამიანებმა, როცა მიდიან სასწავლებლად და მე გარი საკონსულტაციო მომსახურებები, რომლებიც არსებობს საქართველოში. თქვენ თუ გისარგებლიათ ამ მომსახურებებით და აი რა სიტყოდით და უშუალოდ რა შემთხვევაში შეიძლება მათი გამოყენება და რა შემთხვევაში შეიძლება რომ გამოადგეთ სტუდენტებს, იმიტომ რომ მე ვისარგებლე და მგონია რომ ძალიან საჭირო რესურსი არის, რომელიც გითხრა რომ ლევანიც ასევე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრანტი სრული დაფინანსებით და სტიპენდიით. რატო დაგვავიწყდა ეს? მე მგონი იტყოდით დასაწყისში. ხო. თავმდაბლობა მოს გმასპინძლობთ და ხო და ის არის რა ქვია ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი არის ეგ რაც მეც გამოვიყენე და თუ არ ვწდები მარიამ შენც გაქვს გამოვიყენე მე მივედი Education USA Georgia-ში დალი ხომერიკთან რომელიც ძალიან დამეხმარა ეს არის ანუ ეს სერვისები არის აბსოლუტურად უფასო და არის ძალიან კარგი საშუალება, იმიტომ რომ გაყვალიანებენ იმდენად დაკარგული ხარ ამ ზღვა ინფორმაციაში თავიდან განსაკუთრებით. რომ ძალიან რთული არა, რომ გამოიკვიო რა არის პრიორიტეტი, სად არ ღირს გაგზავნა. და აქ რომ მიდიხარ, აი დალი მაგალითად ეს დამისვამდა ხოლმე და მეუბნებოდა რომ ეს კი, ეს არა, რაღაც შიდა რაღაცები იცოდა ხოლმე კიდე ამ უნივერსიტეტებზე. ამათ ფული არ აქვს მაინც არ დაგაფინანსებენ თუ რაღაცა ეგეთ რაღაცებს გეუბნება ხოლმე. და თან იმ ხალხ გამოცდილება აქვთ ამ ადამიანებს ამ სფეროში მუშაობის, რომ ხე რამდენჯერმე მაგალითად ჩემს სამოტივაციო წერილი რომ მივიტანე, მითხრა რომ ეხა ეს დაგურჩე, გადააგდე და ახალი დაწერე. და მე არა და მეგონა რომ მაგარი რაღაცა დავწერე რა, მაგრამ ნუ აი უფრო იცის აი ეს დეტალები, აი ეს რჩევები, რაღაც აი როგორი სიტყვა უნდა გამოიყენო, როგორ უნდა დააწყო ის წინადადება ისე რომ რაღაც კარგი ის გამოიწვიოს მათში თვითონ რასაც გთხოვ აი არ ვიცი როგორ ავხსნა არ ვიცი რაღაც აი უმარტივეს რაღაცებს გეუბნება რაც წესით გონია რომ შენ ციცი მაგრამ არ იცი და აი ძალიან დიდი difference არის ხოლმე მაგ რჩევებს რო გაითვალისწინებ მე როგორია შენი სამოტივაციო წერილი და ზოგადად აპლიკაცია ამიტომ ყოველს გირჩევდით რომ მიხუდეთ Education USA მარტო ამერიკაზე მუშაობს მაგრამ ზუსტად გვაქვს არის საერთაშორისო განათლების ცენტრი და მან თუ არის Education USA ხო კომპეტენცია აქვს არაგერიო თოხონდ განათლების საერთაშორისო ცენტრი ხო რაზეც ეხა მაგასაც შევეხებით ხო მოკლედ დაფინანსებაზე გვინდა რომ ვიკითხოთ შემდეგი შეკითხვა დაფინანსების რა გზები არსებობს ამაზე რომ გველაპარაკოთ იმიტომ რომ აქაც განსხვავებული ესე ვთქვათ кейსები არის მარიამის და გიორგის იმ ფაკულტეტების და პროგრამების სპეციფიკებიდან გამომდინარე ზოგადად ისე არის რაზეც სწავლობენ და აი მაგაზე რო გითხრათ დაფინანსების მოპოვების რა გზები არის იმ ადამიანებისთვის რომლებსაც საქართველოსთან უნდათ წასვლა სასწავლებლად დაიწყე რა გიორგი, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს. კი ბატონო. წინა კითხვაზე ძალიან მოკლედ რომ თქვა ჩემს შემთხვევაში მე არ მისარგებლია დახმარებით, თქვა საკონსულტაციო შეევებით და ანუ ამის გარეშეც MBA-ის შემთხვევაში შესაძლებელია გასვლა ფონდს. არის ძალიან ბევრი იმიტომ რომ MBA-ზე ჯიმატისთვის მომზადება ძალიან ძვირი ღირს და ბევრი ძალიან კარგი სკოლა არის, შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის, მაგრამ თუ მაინც რაღაც მომენტში ვერ ახერხებთ ან თანხის გადახდას ან სხვა მიზეზი გაქვთ რამე, შეგიძლიათ რომ უბრალოდ ინტერნეტითაც გახვიდეთ ფონდს. კარგად.
მაგას რა დავამატო? ყველაზე ხშირად რა კითხვაც მომდის ხოლმე ჩემ პირადი მეებში არის სად მომემზადე, ინგლისურში სად მომემზადე, GR-ისთვის სად მომემზადე. არსად არ მომემზადებო ვარ და გირჩევთ რომ თუ ინგლისური რაღაც დონემდე იცით, რითაც კმაყოფილი ხართ. GR-ისთვის სახლში მომემზადოთ თქვენით. GMAT-ისთვის უფრო მეტი სერვისია, მე მგონი, იმიტომ რომ უფრო რაღაც ტექნიკურია და უფრო რაღაც მათემატიკაა, მაგრამ GR-ისთვის ჯერ ერთი ხო რაღაც ასწავლი ფასი ღირს. და მეორეც ერთი აი რა არ ვერ ხვდები რა შეიძლება მოგამზადონ რა, ანუ გითხრან აქედან აქამდე სიტყვები ისწავლე თუ, ანუ აი გონია რომ სახლში მომზადებით თუ შენ გაქვს მაგის დისციპლინა რომ იმეცადინო და თუ არ გჭირდება მუდმივად რომ თავზე თოფი მაგადონ შენით რომ მომზადო გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ვიდრე ვინმესთან რომ მიხვიდე მოსამზადებლად. იმიტომ რომ ბევრ სხვადასხვა რაღაცას კითხულობ, რაღაც უფრო პასუხის მგებლობას გრძნობ და რაღაც YouTube-ზე ბევრ ვიდეოებს უყურებდი ხოლმე მე მაგალითად და აი ამ exploration-ში რომ ხარ ბევრ რამეს იღებ, რასაც ვერ მიიღებდი მასწავლებელთან სიარულით. ბოდიში გიორგი გააკეთე. ხო, მაგრამ მაგის გამოყენება თან ალბათ უფრო მაშინ შეიძლება, როცა დავუშვით ინგლისურის დონე არ გაკმაყოფილებს და შეგიძლია რომ ინგლისურზე მოიმზადო. აი ინგლისურში თუ მომზადები ხო, ნუ ეგ ხა ინსტალა უფრო რთულია მარტო. მაგრამ აი თვითონ GR-ისთვის მომზადება მე დიდი რწმენა არ მაქვს რომ რამეში შეიძლება გამოგადგეს. თავიდან ჩვენს გვინდოდა მე და ჩემი მეგობარი მით მომზადებოდი თქვით რომ აი იმას ქვით რა ქვია ვიშოვეთ ვინმე მასწავლებელი რამდენიმეს დავეკონტაქტეთ და ისე მოხდა რომ თვითონ არ მიგვიღეს უბრალოდ ეხლა ძალიან well მაგაშიო ერთი წელი უნდა მომზადო ესეო ძალიან მალეო ვერ ვიზამუნა აი თქო თქვი ჩვენ მაგრამ მე რო შევხედე ხა ის უმაკას მომვიდრო რა უნდა ესწავლებოდი ტექნიკალს რაც ჩვენ ვერ ვისწავლეთ შეიძლება პირიქით ანუ ცუდი და მე ერთხელ მივედით თვითონ ამერიკელი მასწავლებელი ყავდათ ჩამოყვანილი საათ რაღაც ცენტრში რა არ ვიცი სადაც ბარდება ეს გამოცდები და მაგასთან მივედით გაკვეთილ რიგით და იაფი სხვათა შორის რაღაც 40 ლარი მგონი მე მაგასთან რომ მივედით დაგვისვა რაღაცა ელემენტარულები აქვს და მე გითხარ რომ ეხლა ტესტებს რო წერთ და რა სიღებთ რა და უკვე საკმაოდ მაღალს ვიღებთ ამ ტესტებში შემოხედა და ანუ მეც არ მიმიღიაო მაგდენიო და ნუ წამო არ იყო რა ის იყო ანუ ეგ მასწავლებელი იყო რა რაღაცა B1 დონის ინგლისური ბავშვისთვის რომელსაც სადმე წასვლა უნდა და აიხსნა რაღაც ელემენტარული რომ არ ჩაჭრილიყო ხო და აი რაღაცა არ ვიცი არ მჯერა მეგეთი რაღაცა GR-ში მომზადების მასწავლებელთან ხო GMAT-ის შემთხვევაში მეც ეგზაუჩი ესე ვთქვათ მე ეგრე მინდოდა რომ ჩემით მაინტერესებდა დახმარების გარეშე რა ქულას მოხერხებდი რომ ამეღო მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ასისტენტმა და დამხმარე და საქართველოში რამდენიმე ძალიან კარგი სწორად ორი მახსენდება ძალიან კარგი მომზადების ცენტრი სადაც როგორც ახსენე GMAT-ი შექმნილი არის ადამიანების მიერ ვინც იცის ზუსტად შენ როგორ ფიქრობ და ეს სკოლები გეხმარება იმაში რომ იფიქრო იმ ადამიანებისავით რომ ვინც ეს გამოსდა შენ შეგიქმნა და წინასწარ ხვდები სად გიგებენ მახეს და მან გეხმარება ეხლა რომ დაუბრუნდეთ კითხვას დაფინანსებების საკითხს სიმართლე რომ გითხრათ რამდენადაც მე მაქვს მოკლეული და შეიძლება ვწდები ამ საკითხში ძალიან გაგიჭირდება MBA-ზე 100%-იანი დაფინანსების მიღება არ ვიცნობ არავის ვისაც მიუღია რამე სახით მე პირადად მაგრამ შეიძლება არის რაღაც სკოლებში როგორც ვთქვი LBS-ში მახსენდება ერთი ადამიანი ლონდონის ბიზნეს სკოლაში სადაც რაღაც გარე დაფინანსებით მოახერხეს უფასოდ სწავლა მაგრამ ზოგადი რეალობა აბსოლუტურ უმეტესობა შემთხვევებში არის ის რომ ბიზნესის განათლება MBA-ზე კარგ უნივერსიტეტში შეუძლებელია იყოს უფასო იმიტომ რომ პირდაპირ ეს უნდა გაიგო რომ შენთვის არის ინვესტიცია ანუ რაღაცაში დეფულს როგორც ბიზნესი იწყებ აკეთებ ინვესტიცია საიდანაც მოელი რაღაც ძალიან მაღალი ამონაგები აქვს კარგ MBA-ს კი და კარგ MBA-ს აქვს ძალიან კარგი ამონაგები კი ეგრეა ნამდვილად ხო
ხო და ამისთვის მზად უნდა იყო თუ გეშინია ამ ნაბიჯის გადადგმის მაშინ შეიძლება ცოტა სხვა პროფილისკენ გიწევდეს გული. ეგ არის რეალობა. ძირითად შემთხვევებში უნივერსიტეტებს აქვთ უშუალოდ თავისი დაფინანსების ფონდები, ისეთი როგორც უკვე თავისუფალ უნივერსიტეტსაც აქვს. ანუ ალუმნების მიერ შეკრებილი თანხით უფინანსდება ისეთ სტუდენტებს სწავლა, ვისაც სჭირდება ამაში დახმარება. და ამის მოსაპოვებლად კიდევ დამატებით საფეხურების გავლა არის საჭირო, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ეს ფონდი არა დაგიფინანსებს 40 ან ყველაზე კარგ შემთხვევაში 50%-ზე მეტს. მე მგონი ესე არის უმრავლესობა კარგ უნივერსიტეტებში, სადაც ტოპ 20-ის უნივერსიტეტებში თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ესე არის, სხვაგან არ ვიცი. და თვითონ უნივერსიტეტები ამ ქულებს იყენებენ სტუდენტის, ასე ვთქვათ, დასაჭერად, როდესაც ნახავენ, რომ კარგი კანდიდატი არის, მაქსიმუმი დაფინანსება, რომელიც შეუძლია მას მიიღოს, პირობითად შეიძლება იყოს 50%, მაგრამ აქვთ ხოლმე გადანახული 10%, რომლითაც შეუძლიათ დააბან სტუდენტი და დაიტოვონ თავისთვის. მოხდათ აი ძალიან ერთეულებს აძლევენ ხოლმე. სხვა შემთხვევაში 100%-იანი განათლების 100% დაფინანსება MBA-ზე მე მგონი რომ ძალიან რთული. ისე დაფინანსება ისეთი ფართო თემაა, ჩვენ შეგვიძლია მე ცალკე გადაცემა მივუძვნოთ და სხვა ალუმნების გამოცდილებაც გავიზიაროთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს სხვადასხვანაირი დაფინანსების მოპოვების. ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა მივეცით ჩვენ მომავალ მაგისტრანტებს და კარგი, მაგრამ ერთ მტკივნელ მომენტზეც მინდა შევჩერდე, მარიამ ახსენა, რომ მარტო ერთ უნივერსიტეტში აპლიკაციის გაგზავნა $140 დამიჭდა. აი, მარტო საინტერესოა რა ჯდება უნივერსიტეტში ჩაბარება. ისე რომ მაგალითად $692. ეს როგორ ჩაბარება? მე მგონი ძალიან არ დავაშინებთ მომავალ სტუდენტებს თუ ვიტყვით რომ მე ამ შემთხვევაში კაი ამონაგები იქნება. უბრალოდ უნდა იცოდნენ რომ მაგალითად IELTS-ის ინგლისურის გამოცდაზე რომელიც ფაქტობრივად ყველგან საჭიროა მარტო იგრის მომავალწინა იღება $555 ლარი. GMAT ან GR-ის თუ აბარებენ $250-200 და მე შემდეგ თითოეულ უნივერსიტეტს კიდე სხვადასხვა ფასი აქვს, რომ მარტო განიხილონ შენი აპლიკაცია. კი, ეს განხილვის ფასი სადღაც ტოპ 20-ის უნივერსიტეტებში €250 $300 დაახლოებით ესე არის ხო? ანუ $200. მართლა? თქვენთან უფრო ძვირია. ხო, იმიტომ რომ ყველამ არ გაგზავნოს რა, მაგით აშინებენ ხალხს, რომ არც თვითონ დაიღალონ თვალები გამსწორებლებმა და ესე მნახველებმა და არც თავისი AI დაღალონ. სანამ მაგაზე გადავიდოდი დაფინანსებებზე მეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ერთი, ანუ ბევრი ის არ საჭირო რესურსი არ ვახსენეთ და მაგიტომ მინდა რომ შევეხო. ამერიკაში Fulbright-ის scholarship-ი, ბრიტანეთში Chevening-ის scholarship-ი, სხვა ევროპის ქვეყნებში Erasmus-ის scholarship-ი ყველგან გაგზავნეთ. ანუ ეს აქ გაგზავნე უფასოა, აქ მაინც შვედეთში ვიზბი დავამატოთ. შვედეთში ვიზბი და გარდა ამისა კიდე ცალკე ქვეყნებს იტალიის მთავრობის გრანტი, საფრანგეთის მთავრობის გრანტი, არ ვიცი, ბევრი რაღაც ეგეთი დეტალი არის, რაც დაუშვათ ინდივიდუალური უნივერსიტეტის მოკვლევისას შეიძლება რომ იპოვონ ამ სტუდენტებს. თვითონ უნივერსიტეტებსაც აი ახლა ამერიკაში უფრო ვიცი ეგ ვიდრე ევროპაში, თვითონ უნივერსიტეტებიც გაფინანსებენ. ამერიკელებს არასდროს არ უწერიათ ხოლმე რომ ამდენი გვაქვს დაფინანსება, ამდენი გააჩნია მე როგორ მოეწონები, თუ ძალიან მოეწონეთ აპლიკაცია, თვითონვე მოგწერენ რომ აი ამას და ამას გთავაზობთ. აი რაღაცა უნივერსიტეტებს მაგალითად თუ არ ეწერათ რომ scholarship-ები გქონდეთ და მე მომწერეს რომ თუ ჩვენთან მოხვალ 50% თქვათ დაგიფინანსებთ. პირდაპირ ანუ ეგრევე იციან რომ გჭირდება რა დაფინანსება იმდენად ნუ რაღაცა ძვირიერებს. მაგრამ ამერიკაში მაგისტრატურა რო დაგიფინანსო თავიდან ბოლომდე ეგ ძალიან რთულია ჩემი აზრით. ხდება ხოლმე, მაგრამ ძალიან რთულია. ამიტომ გირჩევდით რომ გაგზავნოთ ისეთ პროგრამებზე როგორც ჩვენ აქ თუ იცით რომ ნუ აკადემიაში კიდე ცხოვრების გაგრძელება ეს არის მასტერი პლუს PhD პროგრამები, რომლებიც სრულად ფინანსდება ძირითადად და სტიპენდიასაც გაძლევენ. ერთი პრობლემაა რომ რთულია მოხვედრა, იმიტომ რომ დაახლოებით 6-7 კაცი აყავთ ხოლმე, ხან 3-4 თითო პროგრამაზე, მაგრამ თუ გაგივარდა, მერე всё.
და მე რაღაცა ისე გამიმართლა, რომ ორმა ესეთმა მიმიღო. და თლიანად მომეხსნა აი ამ დაფინანსების სტრესი. და კიდე კაი, თორემ ნუ აი წარმომიდგენია რა იმაში გაწამაციაში ვიქნებოდი, ეხლა ეს რომ მქონოდა ცენტრში შესატანი და მაგაზე ყოფილიყო ჩემი ბედი დამოკიდებული. მაგრამ განათლების საერთაშორისო ცენტრიც არის ქართველებისთვის ძალიან კარგი რესურსი. თუ თქვათ, მიგიგას რაღაც უნივერსიტეტში და 50% დაგიფინანსეს, თუ საერთოდ არ დაგიფინანსეს, ჩვენი ბოლო იმედი არის განათლების საერთაშორისო ცენტრი, სადაც შეგიძლიათ შეიტანოთ ეს აპლიკაცია, სადაც ჩამოთვლით სამ უნივერსიტეტს, სადაც მიგიღეს და მე შეიძლება დაგაფინანსონ ამ ცენტრიდან სრულად. ორი რამეა, რომ ერთი უბრალოდ რაღაც კონტრაქტს დებრო 3 წელიწადში უნდა დაბრუნდე და მე 3 წელი აქ დარჩე, თუ არა და უკან უნდა გადავუხადო, რაც დაგაფინანსეს. და მეორე ცოტა იშვიათი დაფინანსება ხომ სრულად. აი მე მაგალითად მე ყო სიტავხადე და შევიტანე, უკვე ვიცოდი რომ აქთან სრულად ვიყავ დაფინანსებული და კოლუმბიის უნივერსიტეტში შევიტანე და მოვთხოვე $90,000. ანუ სუ არის ახლა მე მგონი ჩვენი ბიუჯეტი. ყველაფერი ჩემზე რომ დაეხარჯა. ხო და ნუ ცხადია არ გამოვიდა არაფერი, მაგრამ საუკეთესო საშუალებაა ეს ცენტრი, თუ თქვათ აი რაღაც უნივერსიტეტში დასაფინანსებელი დაგრჩათ €10,000 მაგალითად, ხო? და საიდან მოვიდანო ეს €10,000? ცენტრი დიდი შანსია რომ დაგეხმაროთ მაგაში და თან სტიპენდიასაც გასლავო. ეხლა მეორე კითხვა რა იყო? თვითონ რა ჩდება აპლიკაციების პროცესი. MBA-ზე მე მგონი უფრო ძვირი ღირს სოციალურ მეცნიერებებზე ევროპაში ღირს დაახლოებით რავი ზოგან €20, ზოგან €40, ზოგან €50. სამწუხაროდ ეხლა ყოველ თვიურად უფრო გვიძვირდება ჩვენ ლარებში, მაგრამ ამერიკაში ღირს 90-დან 150-მდე რა. 80-დან 150-მდე გააჩნია. კალიფორნიაში ყიდა ძალიან ძვირი, თითოეულ $40, მაგრამ აქ ყველაზე მეტი იყო. კოლუმბიის უნივერსიტეტი და $100, უფრო რაღაც შედარებით ისეთი უნივერსიტეტები 80-ში შეიძლება გამოხვიდე. 80-ზე ნაკლები იშვიათად. მე მაინც გირჩევდით რომ ეს ფული არ დაგენონ. თუ საიდან შეგიძლიათ რომ მოიტანოთ და თუ გააქვთ ანუ არც ერთი წუთი მე ესეთი პრინციპი მქონდა რომ არც ერთი წუთით არ მეფიქრა მაგაზე რომ აი აქ აღარ მინდა იმიტომ რომ $80 დავზოგო. ერთ 10 უნივერსიტეტში მაინც გირჩევდით რომ გააგზავნოთ ეს აპლიკაციები, იმიტომ რომ ძალიან მაგარია როცა მე ეს options გააქვს. იმიტომ რომ ისევ რაც არ უნდა კარგი იყო ეს უნივერსიტეტებში აპლიკაციების გაგზავნა ლადარია რა. ძალიან ხშირი უამრავ უარს მიიღებთ. როგორი კარგი აპლიკაცია, ქვას რო ხედავთ თქვენი აპლიკაცია, მაინც უამრავ უარს მიიღებთ და ერთი კი გჭირდება. ერთი კარგი შემოთავაზება გჭირდება, რომ მე ნუ ეს ყველა უარი გადაფაროს და ხა სად სამ აპლიკაციას რო გზავნი და სად 12-ს, ხო? ანუ გაცილებით უფრო შენ თვითონაც უკეთესად გხსნავ თავს. მეორე რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ კარგი GPA იყავთ, ამერიკაში შესაძლებლობა გაქვთ, რომ ამ fee remission-ზე შეიტანოთ განცხადება. ანუ შეიძლება არ გადაგახდებინონ აპლიკაციის ფასი, ეგეც უნდა დასარჩეთ ხოლმე. იქ სულ არის შემოთავაზება, რომ ნუ აი თუ გაჭირებული ხარ ჯანდაბას არ გადაიხადო ეს. მაგრამ მე არ მიცდია, იმიტომ რომ დაბალი GPA მყავდა, ძირითადად merit based არის ხოლმე და მეთქი ხე ისე თავხედად ჩამთვლიან აპლიკაციებს. კიდე ეგ რა მოვითხოვ არ უნდა თქვა, მაგრამ შეგიძლიათ $1 კურსი. ამერიკელებთან სუჭრის დრამა. ახსენეთ რაღაც $1 კურსი და რაღაცა ამდენი მიჩდება და ისეც თავი გამჭირვებია და ჩემი ნახევარი ხალხი ამაში მოდის და ნუ იმას გიზამენ რა. მაგიტომ მიყვარს ეს ქვეყანა, რომ აი ნებისმიერ არ არსებობს ესე ევროპა უფრო არის ხოლმე რაც ბიუროკრატიული და ეს დავიცვათ და აქ უფრო ადამიანურია რაღაცას რომ წერო აი ამის ფული არა მაქვს კეთყენა კაი ჰაჩენდოში შეიძლება ან უნივერსიტეტმაც თავიდან არ შემოგთავაზოს დაფინანსება მე რომ მიწერო აი არა მაქვს ვერ ჩამოვალ და მე შეიძლება მოგცენ ანუ იციან ხოლმე რა ეს კომუნიკაციაში რაღაცების დათმობა ხო და ჯიარი და ჯიმატი და ტოიფელი კიდე ცალკე ფასები ეს და მოკლედ მე დამიჯდა დაახლოებით $1,600 მთელი ეს პროცესი ასე რომ დიდი მადლობა მარიამ
მე მგონი უკვე 1 საათია საუბრობ და წავიდეთ უკვე ბოლოსკენ. ერთი მცირე დაზუსტება თუ შეიძლება. ბატონო. მანამდე მაინც უფრო მე ვარ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი და ერთი რაღაც დეტალი არის მთლად ანუ ისეთი ის არ არის რომ მაინც და მაინც აქ ჩამოსვლა მოგიწიოთ, გააქვთ შესაძლებლობა თუ კი ამ დაინტერესებით და რაღაც საომავლო აკადემიურ ცხოვრებას უმიზნებთ, შეგიძლიათ რომ მაგისტრატურას დაუშვათ აიგრევე მიაბათ დოქტორის ხარისხი და მანდ გიგრძელდებათ რა, ანუ აქ ჩამოსვლის ეს არ არის. გარდა ამისა არის შესაძლებლობა რომ რაღაც 1 წელი იმუშაოთ და შემდეგ ჩამოხვიდეთ. ასე რომ რაღაც ლავირების შესაძლებლობები მანდაც გააქვთ და ეგ დაუშვათ მაგან არ დაგაბრკოლოთ თუ კი მანდ გინდათ განაცხადის შეტანა. ეგეც მნიშვნელოვანი ამბავი არის. და ძალიან ბევრი სტერეოტიპია კიდე რა, რაღაც ნაცნობობით ხდება, რაღაცები არ არის მართალია, ანუ ძალიან სამართლიანად და ძალიან კარგი რამეა განათლების საერთაშორისო ცენტრი რეალურად. კარგი, დიდ მადლობას გადავხდი ჩვენ სტუმრებს, ძალიან საინტერესო და მე მგონი სასარგებლო ვიდეო გამოვიდა. და უსურვებ ახლა წარმატებებს გამოცდებზე, რომელიც შობამდე ელოდებათ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და ვინც დარჩა ამ ვიდეოს ბოლომდე და კიდე გვიყურებს, ალბათ სხვა კითხვებიც ექნება და მოგწერეთ და შევეცდებით რომ მაგ სად უნდა დაიდოს? ეს დაიდება ჩვენ YouTube არხზე და Facebook-ზე. და პოდკასტებში არ დაიდება? პოდკასტებსაც ვიფიქრებთ. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა იხა რაღაც ისეთი პერიოდი გაქვთ, რომ ნამდვილად დასაფასებელი არის თქვენი ჩართულობა და მე რამიჭი დილის 11 საათია და თქვენ ხა 12-ია, ხო? იგი 12 არის ჩვენთან, მაგრამ ყველა წაშლილი სახე რო აქ და მე მაგარ ენერგიაზე. კარგით, მოკლედ დავასრულოთ და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდა და ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმრებს, რა თქმა უნდა.